შენი მომხმარებელი ვერ იქნება ის, ვისაც საკმარისად არ ტკივა. შეიძლება მას არა აქვს გაცნობიერებული, რომ არ ტკივა, თუმცა რეალურად ტკივა და შენ თუ დაეხმარები იმ ადამიანს, რომ გააცნობიეროს, რომ ეს რეალურად ტკივა, იმიტომ რომ ეს რო არ ქონდეს, შენი ცხოვრება ასეთი იქნებოდა, ეგ უკვე გადადის იმ პასიური მომხმარებლიდან აქტიურ მომხმარებელში, რომელსაც ესე იგი მე თურმე ეს მჭირდება? ზუსტად. როცა დიდ ბაზარს ელაპარაკები, მათი მდგომარეობა, რომ არ არიან გაცნობიერებულები, არ არიან დობით გამსჭვალულები და შემდეგ კარ ნახობს, როგორი უნდა იყოს მათთან კომუნიკაცია. შესაბამისად, შენ თუ ჩემი პოტენციური მომხმარებელი ხარ, არ გაცნობიერებული, არ გაწუხებს, არ გადადის გზებზე ფიქრობ და მე დავდექი და გიყვები, რომ იცი რა მე ვარ ესა და ეს ადამიანი და ჩვენ ბაზარზე ვაკეთებ ამას და ამას და ჩვენ ვართ 1900 რაღაცა წლიდან და შემდეგ მე მგონია რომ შენ გაინტერესებს და შენ საერთოდ ფეხებზე კი. იმიტომ რომ ვერ ხვდები ეს რაღაცა მათ რას აძლევს. საკმარისი ეს გააცნობიერო და შენ ხვდები რომ ადამიანი იყიდლობს იმ შემთხვევაში თუ პრობლემა შემაწუხებელია, პრობლემა რომ შემაწუხებელი იყოს ჯერ უნდა გააცნობიეროს, რომ გააცნობიეროს ჯერ უნდა გქონდეს. ესე იგი ჩემი კომუნიკაცია უნდა დაეთმოს ერთადერთ რაღაცას. დაეხმაროს, გააცნობიეროს სიმპტომებიდან გამომდინარე მაგალითად. როგორც კი მე დავიწყებ შენს ტკივილებზე ლაპარაკს, შენს სიმპტომებზე, შენს ყოველდღიურ გამოწვევებზე, იმ სფეროში რა სფეროსაც მე ვემსახურებ მაგალითად. შენთვის ჩემი საუბარი საინტერესო ხდება, იმიტომ რომ უი ბიჭო, ჩემზე ლაპარაკობს.